ხელისუფლება манипуლირებს გარკვეული შიშებით, ხო? წინა არჩევნებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ ომის გარკვეული ობიექტური შიში, რომელიც ბუნებრივად არსებობდა, კარგად დააკონვერტირა საკუთარ რეიტინგში. ეხლაც იგივე ცდილობს ეს ხელისუფლება. უბრალოდ ომის შიშს ვეღარ ქმნის, იმიტომ რომ გაირკვა ყველაფერი უკვე საერთაშორისო მასშტაბით, აღარ არის რომ საქართველოს ვიღაცა ეხლა ომისკენ უბიძგებს. ამიტომ გამოიგონეს ახალი შიში, გამოიგონეს ახალი ბუა, რომელსაც ქვია 4 ოქტომბერს ხაბეიშვილი და პაატა ბურჯულაძე რევოლუციას მოგვიწყობენ. არ მოტყუდეთ ხალხო, როგორ უნდა მოტყუდე ამ დებილობით, მაგრამ მაინც ვისაც შეიძლება ეხლა შიში გქონდეს, ვაიმე, ეხლა ბურჯულაძემ და ხაბეიშვილმა რევოლუცია არ მოუწყოს ამ ქვეყანას. მოდი ეხლა გავექანები, არ მინდა, მაგრამ ისევ ოცნებას ავირჩევ. არ მოტყუდეთ ხალხო, ეს არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული სპექტაკლი. ხაბეიშვილის და ბურჯულაძეს მონაწილეობს ამ სპექტაკლში. ჭიქაში ქარიშხალი იქნება იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი რიგები დაამობილიზოს, ხალხი მოატყუოს, დააჯეროს და ისევ 51 შემოაყაზინოს. კონსერვატორების საქართველოსთვის